Prime Time-ის პრეს-კლუბში ტელეკომპანია იმედში ნანუკა შოუში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პრეს-კონფერენცია გამართა გაზეთ Prime Time-ის დამფუძნებელმა თაკო ფხაკაძემ. დაშავებული ფხაკაძის თქმით, ის დღეს მხოლოდ იმიტომ არის ცოცხალი, რომ ჩანგალი, რომელიც მოროშკინამ ჩასცხო ბლაგვი იყო. Prime Time-ის რედაქტორმა მოროშკინას სამართალდამცავ ორგანოში უკვე უჩივლა. დაპირისპირება მხარეებს შორის როგორც დაშავებული ამბობს, უბრალოდ და უწყინარი მიზეზის გამო დაიწყო. კერძოდ გაზეთმა Prime Time-მა ჩაატარა კვლევა, რომელშიც სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ადამიანები გამოვლინდნენ. ლალი მოროშკინა საზოგადოების გადაწყვეტილებით ყველაზე უგემოვნო ქალის ნომინაციაში მოხვდა, რაც როგორც ჩანს მისთვის საკმარისი მიზეზი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ჩემი მოკულა ეცადა, განაცხადა თაკო ფხაკაძემ. მისივე განმარტებით მოროშკინა ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. დაზარალებული მოითხოვს მოროშკინა 100 მეტრის რადიუსით არ მიუახლოვდეს. Prime Time-მა ჩაატარა კვლევა, იყო ამ კვლევაში რამოდენიმე ნომინაცია და ლალი მაროშკინა ამოვიდა ყველაზე უგემოვნებოდ ჩაცმულ ქალთა შორის. და აი ეს ნომინაცია გახდა საბაბი იმის, რომ მან გადაწყვიტა მართლა გულწრფელად გეუბნებით, ესე აცხადებთ თქვენ ჟურნალისტები, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა და თუ ადამიანის მოკლა არის ფიზიკური შეურაცხყოფა, ნუ მაშინ იყოს შეურაცხყოფა, იმიტომ რომ საკმაოდ უბრალოდ მე არ მოვკვდი, თორე ეს ჩანგალი, რომელიც პრაქტიკულად საძილე არტილერიასთან მაქვს მორტყმული, ნამდვილად სასიკვდილო იყო. მე იცით როგორც ეტყობა, მას ჰქონდა ეს დაგეგმილი სკანდალი იმისთვის, რომ ძალიან გაპიარებული იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში მე არ მესმის, იმიტომ რომ მთელს მსოფლიოში ეს არის ყველაზე სახალისო უმტკივნეულო ნომინაცია. ძალიან ბევრჯერ ყველა თქვენთაგან მეიცით, რომ ლედი გაგა ყოფილა ყველაზე უგემოვნებოდ ჩაცმულებში, ანჯელინა ჯოლი ყოფილა, მადონა ყოფილა და ნუ შეუძლებელია ხა იფიქრო, რომ ეს შეიძლება გახდეს მიზეზი, მაგრამ ეს არის ძალიან ცუდი პრეცედენტი. თქვენ აქ ჟურნალისტების ხედხართ და დარწმუნებული ვარ, რომ დღეში 3-ჯერ, 4-ჯერ წერთ ისეთ სინქრონს ან ავცელებთ ისეთ ინფორმაციას, რომელიც ვიღაცას არ მოწონს და თუ ჩვენ იმას დაუშვებთ, რომ ხა ვიღაცა შეიძლება ჩანგლით ან დანით მოვარდეს და ანგარიშწორება მოახდინოს ამ ფორმით, თურმე მანამდე შამპანიურის ბოთლსაც სინჯავდა და დანას პირი გაუსინჯა, თურმე იყო თუ არა ბლაგვი ან ესეთი მრგვალი დაიმდა. თქვენ წარმოგიდგენთ, ჩვეულებრივი დანა რო ყოფილიყო ის ტორტის საჭრელი, ჩვეულებრივად მომკლავდა ადამიანს. ქონდა ეს თმაში მწუდა და კისერში ეს ჩამარჭოდა. მე ამ ინციდენტის შემდეგ, რომელიც აბსოლუტურად მოულოდნელად მოხდა, არც მიფიქრია, რომ შესაძლებელია ეს მოხდარიყო, იდგა კადრებში ჩანს, მე რომ ნახე, ცოტა ვნახე იმის ნახვის თავი ნამდვილად არ მქონდა, სადაც ამბობს, რომ მე ახლა ყველა ნიუსში მოვხდები და ყველა ნიუსში ვიქნები. ანუ მას ეს გადაწყვეტილება ქონდა მიღებული და კიდე ძალიან საოცარი არის ჩემთვის, არ ვიცი, კავკასია ალბათ აქ არის და ისეთი ფორმატით ეთერში გასვლა, როგორც გავიდა, ნამდვილად მიუღებელია და ყველანაირ ზღვარს სცილდება და ყველაზე მთავარი ის არის, რომ ადამიანი ამისგან ცდილობს, რომ რაღაცა პოლიტიკური შეფერილობა მისცეს. რანაირი პოლიტიკური შეფერილობა უნდა მისცე იმას, რომ ერთი ადამიანი მეორე ადამიანს კისერში უღარებს ჩანგალს და ახორციელებს დარტყმას ამ ჩანგლის. მე არ ვიცი, რა ქვია ამას, ჩვეულებრივი კრიმინალური ფაქტი არის, რომელიც და ყველაზე ცუდი ის არის, რომ თუ ეს ფაქტი მე გუშინვე წავედი პოლიციაში, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს არ იყო ესეთი შელაპარაკება, ან შენ ჩემზე რატო წერ, ან რატო თქვი რომ უგემოვნებო ვარ, ეს არ იყო ამ ჟანრიდან, ეს იყო ჩვეულებრივი ადამიანის სასიკვდილოდ გამეტება და ამიტომ პოლიციაში წავედი და კიდე მაქვს ერთი სურვილი, რომ ეს ადამიანი მგონი საზოგადოებისთვის საშიში არის, უბრალოდ შეიძლება ფსიქიურადაც შეამოწმოთ, იმიტომ რომ რაც მე ხა მოვყევი, ამას დაგიდასტურებთ, იქ მყოფი ალბათ ცნობადის სახე, რომელიც ერთი 30 ადამიანი, რომელიც უბრალოდ შეესწრო ამას ყოფეს თავის თვალით ნახა. მაგალითად, თამუნა ინგოროყვას ეგონა, რომ მოვკვდი, არც ეგონა, რომ ცოცხალი ვიყავი, ტიროდა მთელს ხმაზე, იმიტომ რომ მან დაინახა, როგორ მომიღერა და ჩამარტყა ეს ჩანგალი, მაშინ რა ქვია. პრაქტიკულად საძილე არტერიასთან და მე ვფიქრობ, რომ ხა კი ცოტა ბევრი ვილაპარაკე, მაგრამ ამბავი არის ესეთი, რომ სრულად უმტკივნეულო რაღაცაზე ადამიანი ნომინაციაში გამარჯვებული ყველაზე უგემოვნო ჩაცმულზე მოყვა ეს ყველაფერი.